მოგესალმებით. ამერიკული გაზეთი Wall Street Journal წერს, რომ უკრაინის ომი ევროპისა და ევროკავშირის ომი გახდა. პრინციპში ამაში არც ახალი არის რამე და არც გასაკვირი. ომის დაწყების დღიდან დასავლეთმა საკუთარ თავზე აიღო უკრაინის გამარჯვების პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე ომში მხარედ დაფიქსირდა. მაგრამ კარგია, რომ არსებულ რეალობას უკვე მედიაშიც აფიქსირებენ და ამ ერთ ფაქტს მაინც დაერქვა თავისი სახელი. რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ევროკავშირისთვის უკრაინის ომის მხარედ დაფიქსირება და მუდმივი ინვესტიციები უკრაინის სამხედრო მანქანის უძირო ქვევრში, ეს მედლის მეორე მხარეა. ყოველი შემთხვევისთვის ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები დიდი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ომმა სამხედრო ტექნოლოგიების წინსვლა გამოიწვია. ცინიზმი და საკუთარი მოქალაქეების ცხოვრებით მანიპულირება ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის უცხო არ არის. ევროკრატებს სრულიად არ აინტერესებს თუ როგორ იცხოვრებენ ევროპელები ან როგორ იცხოვრებენ უკრაინელები, რომლების დღევანდელი სამწუხარო მოცემულობით Deep State-ის მიერ მიზნად დასახულ ევროკავშირისა და რუსეთის სტრატეგიულ დასუსტებას ეწირებიან. ევროკრატებს არც ის აინტერესებთ, რამდენი უკრაინელი იქნება დევნილი, რამდენს მოუწევს ქვეყნის დატოვება, რამდენი დაიღუპება და რამდენს დასჭირდება შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება. ეს ყველაფერი ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის მარტივი სტატისტიკაა, რომელიც დიდ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. ამ მიზანს ომის დაწყებისას თითქმის ყველა იმეორებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ასე ხმამაღლა აფიშირება შეწყვიტეს. როგორც ჩანს, იმის ღიად თქმა, რომ მიზანი რუსეთის სტრატეგიული დასუსტებაა, მარკეტინგულად წამგებიანი აღმოჩნდა. უფრო მომგებიანია იმის მტკიცება, რომ ომი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისთვის მიმდინარეობს. უკრაინა სწრაფი ევროინტეგრაციისთვის ისჯება. ევროპა უკრაინის სახით დასავლურ ღირებულებებს იცავს და ამით ისტორიის სწორ მხარეს დგანან. კანცლერი ფრიდრიხ მერცი ალბათ ცდილობდა, რომ თავის სათქმელში მედლის ორივე მხარე ეჩვენებინა, რომ ომსაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგები და ამ შემთხვევაში ეს არის სამხედრო ტექნოლოგიური პროგრესი. მაგრამ ასეთი მცდელობა თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ვერანაირი ტექნოლოგიური და სამხედრო წინსვლა ვერ კომპენსირდება თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გაწირვით. უკრაინაში მიმდინარე ომისას კი ასობით ათასზე არის საუბარი. უკრაინის ომი ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ართმევს. თუ კი შევხედავთ იმ დახმარების პაკეტებს, რასაც უკრაინა იღებს ევროკავშირისგან, ყველაფერი ნათელი გახდება. ომის 4 წელიწადში ევროკავშირმა უკრაინას ჯამურად 200 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გადასცა, საიდანაც ნახევარი გერმანიაზე მოდის. ამ ფონზე არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ გერმანიაში ავტოწარმოებასა და ეკონომიკის სხვა მიმართულებებს სირთულეები აქვს. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ზრდის პროგნოზი შეამცირა. გერმანიაში ამას ირანში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, მაგრამ ბუნებრივია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომსაც თავისი წვლილი ექნება ამ მოცემულობაში. უკრაინისთვის გამოყოფილი 200 მილიარდი ევრო ევროკავშირის ეკონომიკისთვის რომ დახარჯულიყო, შეიძლება დღეს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას სამუშაო ადგილებისა და საწარმოო ძალის მხრივ უკეთესი ვითარება ჰქონოდა. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის რეალურ დამოკიდებულებას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინელების ბედი ევროკრატიას რომ საერთოდ არ ადარდებს, ეს არაერთხელ დადასტურდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის სიტყვებით. Deep State-ის პოლიტიკურ ალგორითმში უკრაინელებს საზარბაზნე ხორცის, სახარჯი მასალის ფუნქცია გააჩნიათ, რაც რუსეთის გამოფიტვაში და ომის მაქსიმალურად გაჭიანურებაში გამოიხატება. ის რომ ეს ომი უკრაინის გენოფონდის განადგურებას იწვევს და ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა, ევროკავშირის ძალაუფლების ვერტიკალში შეშფოთებას არ იწვევს. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც ომს დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მას დადებითი ეფექტი აქვს. დღეს 2026 წლის მეორე კვარტალში ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ვიდრე 2-3 წლის წინ, რადგან ვხედავ როგორი ტემპებით ვითარდებით. ამის მიზეზი არის გარკვეულწილად უკრაინის ომი, რომელიც არის ძალიან ტრაგიკული ფაქტი, მაგრამ მან გამოიწვია ეს პოზიტიური ეფექტი. ჩვენ ვხედავთ ძალიან სწრაფ სამხედრო ტექნოლოგიურ განვითარებას, რაც ამ ომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამაში მდგომარეობს ამ ძალიან ტრაგიკული და საშინელი ომის ჩვენი შანსი, რომ გავძლიერდეთ.
რამხელა ცინიზმი და რამდენი ტყუილია ამ ერთ პატარა სიტყვაში. ევროგაერთიანება ტექნოლოგიურ განვითარებას რომ ჩამორჩა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მერცმა ალბათ ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეკორდული მოგებები იგულისხმა. ეს კი ევროპული განვითარების პროპორციული საერთოდ არაა. ბოლო 4 წელია გერმანული ეკონომიკა ვერ იზრდება. ქვეყანა კრიზისშია. მერცმა თავისი წინასაარჩევნო პირობაც კი დაარღვია და გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციაშიც კი შეიტანა ცვლილება, რათა უფრო მეტი ვალის აღების საშუალება ჰქონდეთ. იქამდე გერმანიის კონსტიტუციაში იყო ჩადებული ერთგვარი მუხრუჭი, რომ სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35%-ზე მეტი არ ყოფილიყო. მაგრამ გერმანიის მთავრობა ამ ავანტიურაზეც კი წავიდა, რომ ეკონომიკური რეცესიიდან დაეღწია თავი და აგრესიული მილიტარიზაცია დაიწყო. გერმანია მზადა ასობით მილიარდობით ევროს ოდენობის ვალები აიღოს და მომავალ თაობებს ეს ტვირთად აკიდოს. გერმანია დიდ ბრიტანეთთან ერთად ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ომის გაგრძელებას და ეს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ჩანს. ის რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მალევე სტამბოლში რუსებს და უკრაინელებს შორის მოლაპარაკება ჩაშალა, ეს ჩვენს მაყურებელს კარგად ახსოვს. მაგრამ გერმანიაც ცდას არ აკლებს, რომ უკრაინის ომი გაჭიანურდეს და ზოგადად ევროპას საომარი პოლიტიკის გზას დაადგეს, რაც მსოფლიოს უფრო აახლოებს დიდ გლობალურ კონფლიქტთან. ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელებს ამცნო, რომ მასობრივ გადაიარაღებას იწყებენ. ჩვენ გადაიარაღების ერაში ვართ. ევროპა მზადაა მასიურად გაზარდოს სამხედრო ხარჯები. მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე გრძელვადიანი საჭიროებისათვის ევროპის უსაფრთხოებისათვის. ეს უზარმაზარი თანხა, რასაც ჩვენ წევრ სახელმწიფოებს ვთავაზობთ ერთობლივი შესყიდვებისათვის 800 მილიარდი ევრო. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა. ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. როგორც დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, ეს არაა უბრალოდ ამთხვევა და Deep State მისთვის სასარგებლო მარიონეტის კარიერულ წინსვლას ხელს უწყობდა. თან ფონ დერ ლაიენის სახელი ბევრ სკანდალში იყო გახვეული. ჯერ კიდევ გერმანიის თავდაცვის მინისტრობის დროს მას დაუსაბუთებელი ხარჯები გაუწევია და მას შემდეგ რაც ეს ამბავი გაირკვა 2020 წელს, აღმოჩნდა, რომ ფრაუ ფონ დერ ლაიენს ყველა ის შეტყობინება წაუშლია, რასაც შეიძლება ნათელი მოეფინა კორუფციული სქემის არსებობაზე. შემდეგ უკვე ევროკომისიის ბოსის ეგიდით ფაიზერის ვაქცინების შეძენის საეჭვო სქემა და ისევ წაშლილი შეტყობინებები. მოკლედ, როგორც ჩანს, ფონ დერ ლაიენი Deep State-ის სრული მფარველობით სარგებლობს. სანაცვლოდ კი ის ევროპის საომარ ლიანდაგზე გადაყვანას ცდილობს, რაც ამჟამად Deep State-ის სამოქმედო გეგმის ნაწილია. ფონ დერ ლაიენი ფაქტობრივად ომისკენ გვიბიძგებს. ომისთვის ევროკავშირი 800 მილიარდის დაბანდებას აპირებს. შეერთებული შტატების სპეცსამსახურებიც კი ამბობენ, რომ რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ გეგმავს. თუ ეს თავდაცვა არ არის, ეს შეიძლება უბრალოდ რუსეთთან ომისთვის მზადება იყოს. ცხადია, ევროკომისრებში მზაობაა რუსეთზე თავდასხმისთვის. New York Times-ი წერს, რომ ევროპა პროქსი ომს აწარმოებს. არსებობს მცდელობა შეცვალონ მსოფლიო და მათ სურთ ამ ომის გაგრძელება ამერიკის გარეშე, რაც სიგიჟია. გერმანიის ბრალეულობის ჰიპოთეზას, მის აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის მილიტარიზაციაში და უკრაინის ომის უსასრულოდ გაგრძელებაში კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ბრუნო კალი ამყარებს. ბრუნო კალი ფართო მასებისთვის ცნობილი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის მეტისმეტად მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. 2016-2025 წლებში ის გერმანიის დაზვერვას ხელმძღვანელობდა. 2024 წლის ნოემბერში ბრუნო კალმა ევროპელებს შეატყობინა, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთმა შეიძლება ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა მოაწყოს. მაგალითისთვის მან ნორვეგიული კუნძული შპიცბერგენი მოიყვანა, სადაც მისი სიტყვებით რუსეთმა სამხედრო ოპერაცია იმისთვის შეიძლება ჩაატაროს, რომ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების უნარობა დაანახოს მთელ მსოფლიოს. ანუ ის, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი არ მუშაობს. ბრუნო კალი თავისი ამ დაუსაბუთებელი განცხადებებით ყოველგვარი რეალური მტკიცებულებების გარეშე ევროპაში საომარი ფსიქოზის დაწყებას შეეცადა, რაც შემდგომში სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააგრძელეს. აქ რამდენიმე მომენტი იმსახურებს ყურადღებას. პირველი ის, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა საეჭვოდ და ევროპელ კოლეგებზე გაბრაზებულმა არაერთხელ აღნიშნა, რომ როცა ევროპელებს ამერიკელების მხარდაჭერა დაჭირდებათ, შეერთებული შტატები მათ არ დაეხმარებათ. ასე რომ პუტინამდე უკვე დონალდ ტრამპმა გამოაჩინა ნატოს ერთიანობის მორღვევა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგივე ბრუნო კალი ცივსისხლიან მილიტარისტულ მოწოდებებშია შემჩნეული. გერმანიის დაზვერვის ყოფილმა შეფმა 2025 წელს უკრაინელებს 2030 წლამდე შესთავაზა ომის გაგრძელება. მან გადაცხადა, რომ უკრაინის ომი ძალიან ადრე არ უნდა
დამთავრდეს, რადგანაც რუსეთმა თავისი ყურადღება შეიძლება ევროპაზე გადაიტანოს. რამდენი ათასი უკრაინელი უნდა შეეწიროს ამ ომს 2030 წლამდე, ეს გერმანელ ჩინოვნიკს აღარ დაუკონკრეტებია. გარდაცვლილი უკრაინელების რაოდენობა, ისევე როგორც დანგრეული ქალაქების და ჩამოშლილი ქვეყნის ბედი Deep State-ის ევრომარიონეტებს ნაკლებად ადარდებთ. უკრაინის ერთადერთი ფასეულობა ევროკრატიისთვის ზელენსკის რეჟიმის მიერ ომის გაგრძელების უნარით შემოიფარგლება. ბრუნო კალმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მსგავსად Deep State-ის დავალებები პირნათლად შეასრულა. აქ უკვე სცენაზე გამოდის მესამე გერმანელი პოლიტიკოსი, Deep State-ის დიდი ხნის მორჩილი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. მას Deep State-თან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება გააჩნია. 2016-2020 წლებში მერცი BlackRock-ის გერმანულ ქვეკანყოფილებაში ტოპ მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ასე რომ 2025 წელს მისი გაკანცლერება საერთოდ არ იყო შემთხვევითი. 2026 წლის თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მერცმა ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სადაც კარგად გამოჩნდა გერმანიის წამქეზებლური პოზიცია უკრაინის ომის გაგრძელების თაობაზე. ეს ომი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო კრახის წინაშე აღმოჩნდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ატომური ზედსახელმწიფოს კრახი დანარჩენი მსოფლიოსთვის ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ არაფერ კარგს რომ არ მოასწავებს ფაქტია. მიმდინარე წლის აპრილში ფრიდრიხ მერცმა ზელენსკის რეჟიმთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. პირველად 20 წლის მანძილზე ბერლინში გერმანულ-უკრაინული სამთავრობათა შორისო კონსულტაციები გაიმართა. საერთო ჯამში 10 სხვადასხვა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მათ შორის თავდაცვის სფეროში. გერმანია აქტიურად ეხმარება უკრაინას და დიდი რაოდენობის ფინანსური სახსრების ინვესტირებას ახდენს დრონების წარმოებაში. გერმანიის მთავრობამ უკვე გამოყო 400 მილიონი ევრო უკრაინული დრონების წარმოებისთვის, რომლის მეშვეობითაც ზელენსკის რეჟიმი რუსეთის ტერიტორიას უტევს, რითაც ომის არეალის გაფართოებას ახდენს. ასევე გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინულ ფირმაში VIY Drones ახდენს დამატებითი თანხების ინვესტირებას და ერთობლივ წარმოებას იწყებს. მოკლედ სახეზე გვაქვს გერმანიის აქტიური ჩართულობა უკრაინის ომის გაჭიანურებაში და ევროპის მასშტაბური გადაიარაღების პროცესში. 2023 წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა დააანონსა, ხოლო 2025 წელს გაწვევის წესების შეცვალა. ჩვენი მთავარი პრინციპია მინიმუმ 460,000 ოპერატიული პერსონალი ყავდეს აქტიურ სამსახურსა და სარეზერვო ძალებში. ერთი რამ ცხადია და ეს უკვე ძალაშია დღეს. ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი გარდაუვლად იმოქმედებენ ჩვენს დაგეგმვაზე. რამდენი ჯარისკაცი უნდა ყავდეს, რაში უნდა იყვნენ კვალიფიცირებულნი. ჩვენი ამბიცია და უნდა იყოს და კანცლერიც იზიარებს ამას, რომ უნდა ყავდეს ევროპაში ყველაზე ძლიერი რეგულარული არმია. გერმანიაში სკოლის მოსწავლეებს უკვე საომარ გაკვეთილებს უტარებენ. ბუნდესვერი კი პროპაგანდისტულ ვიდეოებს ავრცელებს სოციალურ ქსელებში, რითაც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დამუშავებას ახდენს. ბუნდესვერი თავის სარეკლამო რგოლებში განათებული ჩირაღდნების და ჯავშან ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს ლიტურ დღეში. ფონად კი ბეჭდების მბრძანებლის მუსიკა მიყვება. გამოდის, რომ გერმანია აშკარა ომისთვის ემზადება. ან ისეთი სურათის შექმნას ცდილობს, რომ ომი გარდაუვალია. მაგრამ ვინ ხეირობს გერმანიის საომარი პოლიტიკით და აგრესიული მილიტარიზაციით? ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი. ევროპაში სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა. ბოლო წლებში კი უკრაინის ომის და ევროკავშირის საომარი პოლიტიკის მთავარი ბენეფიციარები სწორედ ისინი არიან. 2022 წლის შემდეგ ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აქციების ფასები გაორმაგდა და ხანდახან გასამაგდა კიდეც. Airbus-ის გენერალური დირექტორი მიხაილ შოლხორნი ევროპელებს ართხილებს, რომ სოციალური სიკეთეების მაგივრად სამხედრო ხარჯები უნდა გაზარდონ. ლიბერალური დემოკრატია რომ შეინარჩუნონ თურმე. ყველას გსურს, რომ სოფლიოში იყოს საკმარისი თანხები ხანდაზმულებისთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის. მაგრამ თუ ლოგიკას შევცვლით, თქვათ, რა მოხდება თუ გავაგრძელებთ თავდაცვაზე ხარჯების შემცირებას? ჩვენ ვდგავართ მოწინააღმდეგის წინაშე და უკრაინელები იბრძვიან თავიანთი არსებობის, ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის. არ მინდა ასეთ სიტუაციაში ვიყოთ. ვფიქრობ, თავდაცვაზე ხარჯები პოტენციური მოწინააღმდეგისთვისაა საჭირო. უმჯობესია, რომ ეს განვახორციელოთ, რათა ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმაც ისარგებლონ იმით, რაც ჩემთვის ძვირფასია. დასავლური ლიბერალური დემოკრატია. ტენდენცია ნათელია, მეტი იარაღი და ნაკლები პენსია, მეტი ბომბი და ნაკლები საავადმყოფო. ევროკავშირის საომარი პოლიტიკით ერთმა სამხედრო კომპანიამ განსაკუთრებული მოგება და რეკორდული ზრდის პერსპექტივა შეიძინა. და ეს გერმანული რეინმეტალია. 2026 წლის დასაწყისისთვის გერმანული სამხედრო გიგანტის აქციების ფასი 2025 წლის შემდეგ 200%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 3 წლის განმავლობაში 500%-იანი ზრდა აჩვენა. რა გასაკვირია, რომ რეინმეტალი დიდი ოპტიმიზმით უყურებს ევროპის გადაიარაღების გაცხადებულ გეგმას და იმედი აქვს, რომ მის
პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი სიხარბით აღნიშნავს იმას, რომ ევროპაში იარაღის ჟღარუნი მის ბიზნესს მხოლოდ წაადგება. ევროპაში გადაიარაღების ეპოქა დაიწყო, რაც ჩვენ ყველასგან ბევრს მოითხოვს. ისეთი ზრდის პერსპექტივა შემდგომ წლებში, რაც ჩვენ არასდროს აქამდე არ გამოგვიცდია. უკრაინის ომით და ევროპის გადაიარაღებით კიდევ ერთი ევროპული სამხედრო გიგანტი, ბრიტანული BAE Systems ხეირობს. ბოლო მონაცემების მიხედვით 2025 წელს მათი საოპერაციო მოგება 12%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვები 10%-ით და 30 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. BAE-ის გენერალური დირექტორიც Rheinmetall-ის ვიზავის მსგავსად თავის სიხარულს ვერ მალავს. ჩარლ უდბერნი აცხადებს, რომ პოზიტიურად უყურებს საკუთარი ბიზნესის დინამიკას სამომავლოდ. რა თქმა უნდა, ის აღარ აკონკრეტებს, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პოზიტიური დინამიკა ყოველდღიურად უამრავ დაღუპულ ადამიანს, დანგრეულ სახლკარს და შემზარავ ტრაგედიებს გულისხმობს. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი საკუთარი გავლენებით და მოსყიდული პოლიტიკოსებით ევროპაში იმას თესავს, რომ ყველა ომისთვის უნდა მოემზადოს და სამხედრო ხარჯები ყველა ქვეყანამ უნდა გაზარდოს. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გერმანელებს მიმართავს და პრიმიტიულად აშინებს. ისე როგორც პატარა ბავშვებს აშინებენ, რომ თუ მათ რუსულად ლაპარაკი არ სურთ, მაშინ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. თავდაცვაში ექსტრაორდინალური ინვესტიციების გაკეთება უმნიშვნელოვანესია. მე ვიცი, რომ გერმანიაში ხანდახან კითხულობენ ამის საჭიროების მართებულობაზე. დიახ, თუ თქვენ გერმანული ენა გიყვართ და რუსულად ლაპარაკი თუ არ გსურთ, ეს გადამწყვეტია. ეს კაცი უკრაინით არ დაკმაყოფილდება. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი ჯუზეპე კაო დრაგონეც მსგავს ასრს ანვითარებს, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ელოდება რუსეთის მხრიდან უახლოეს მომავალში სამხედრო ძალების გაძლიერებას. თითქოს ევროპელი ჩინოვნიკები და სამხედროები Deep State-ის საერთო შპარგალკიდან იღებენ საჭირო მესიჯებს. ფაქტების ელემენტარული გადამოწმება გვეუბნება, რომ ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც, ისევე როგორც მის შემდეგ, რუსეთზე გაცილებით მეც ხარჯავდა და ხარჯავს თავდაცვაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროგაერთიანების აგრესიულ პოზიციონირებას. ყველა კარტი მაგიდაზეა, ევროკავშირი ომზედებს ფსონს, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ ამ ომში მონაწილეობა არ სურს და უკრაინელებს აგულიანებს და აფინანსებს, რომ მათ ეს ომი გააგრძელონ. ოფიციალური დოკუმენტებით ევროკავშირი მაღალი ინტენსივობის ომისთვის უნდა იყოს მზად 2035 წლისთვის, რაც ასევე იარაღის და სამხედრო ტექნიკის იმპორტის შემცირებას გულისხმობს სხვა ქვეყნებიდან. როდესაც ტრადიციული წარმოება ევროკავშირში დიდ პრობლემებშია გახვეული და ენერგოკრიზისის და ევროკავშირის არაეფექტური პოლიტიკის გამო, ცნობილი კომპანიების უძველესი ქარხნები იხურება, ძნელი სათქმელია რამდენად მოახერხებენ სამხედრო წარმოების განვითარებას ევროპაში. ისტორიული განვითარების ლოგიკა და ტენდენცია კვანნახობს, რომ თუ სამხედრო ხარჯები საგრძნობლად იზრდება და ქვეყნები მილიტარიზაციას იწყებენ, და თუ ლიდერების ლექსიკაში საომარი პათოსი ჭარბობს, ადრე თუ გვიან გლობალური კონფლიქტი დაიწყება. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის შეიარაღების რბოლამ მსოფლიო ძალიან მიაახლოვა მესამე მსოფლიო ომთან და კაცობრიობა რამდენიმეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა ყველაზე გამანადგურებელი ომის დაწყებას. ევრომარიონეტებს როგორც ჩანს ისტორიის გაკვეთილები კარგად არ გაუთავისებიათ და Deep State-ის გეგმას ბოლომდე მიყვებიან. ევროკავშირი დღეს მშვიდობის მაგივრად ომს ირჩევს. ამან კი დეზინტეგრაციის გზაზე მყოფი ევროკავშირის დასასრული და დანაწევრება შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს. გერმანიის კანცლერის მიერ საამაყოდ დასახელებული სამხედრო ტექნოლოგიური პროგრესი უკრაინელების სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე გადის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის ფოტოები, რომლებიც სოციალურ მედიაში გავრცელდა და რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები არიან ასახული. გამოფიტულ და შიმშილობის ზღვარზე მისულ ჯარისკაცებს ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ იმჩნევენ, ისევე როგორც არ იმჩნევენ უკრაინაში გაუთავებელ კორუფციულ სკანდალებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა შემთხვევებს. მათთვის ეს ის საფასურია, რაც სამხედრო ტექნოლოგიური განვითარება ჯდება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.